მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი თავართქილაძე, გიდი, ისტორიის მასწავლებელი და თეოლოგი. დღეს მინდა ვისაუბროთ ცნობილი ალბანელი მწერლის ისმაილ კადარეს პირველი რომანის მკვდარი არმიის გენერლის შესახებ. რომანი დაიწერა 1963 წელს და ეხება მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიის მიერ ალბანეთის ოკუპაციას. წიგნში მოთხრობილი ამბავი გენერლის შესახებ, რომელმაც მიიღო საპატიო მისია და დავალება, რომ ალბანეთში დაღუპული იტალიელი სამხედროები გადმოასვენოს სამშობლოში და გენერალი მღვდელთან ერთად მიემგზავრება ალბანეთში. ოღონდ სანამ გაემგზავრება, მანამდე რუკაზე მოძებნის ამ ქვეყანას, ბევრი არაფერი არის ალბანეთის შესახებ და მასთან მოდის უამრავი მნახველი. Ამ დაღუპული ჯარისკაცების მშობლები, შვილები, ნათესავები, რომლებიც აწვდიან ინფორმაციას თუ დაახლოებით რომელ რეგიონში, რომელ რაიონში რა ადგილას შეიძლება დაღუპულიყვნენ ისინი და ამით ცდილობენ რომ მიეხმარონ გენერალს ინფორმაციის მოწოდებაში, სად უნდა ეძებოს დაღუპული ჯარისკაცების ნიშნები. გენერალი ეძებს მათ სამკერდე მედალიონების მიხედვით, რომელზეც ამოტვიფრულია მათი სახელი და გვარები. და ასევე სიმაღლეების შესახებ აქვს ინფორმაცია და ამით ზომავენ ამ ნიშნის სიგრძეს და დაახლოებით ესეც ცდილობენ რომ დაადგინონ თუ ვის რომელი გვამი ეკუთვნის. როდესაც უნდა დაფრინდეს თვითმფრინავი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ის თვალს გადაავლებს პირქუშ მთებს და ემზადება თავისი მისიის ღირსეულად შესასრულებლად. ის გენერლები, ვინც მაშინ ხელმძღვანელობდნენ იტალიელ სამხედროებს, რომლებმაც დიდი წინააღმდეგობის გარეშე კი დაიკავეს ეს ალბანეთი, მაგრამ შემდეგ გაჩნდა პარტიზანული მოძრაობა და ამ პარტიზანულ მოძრაობასთან ბრძოლებში უკვე ისინი დამარცხდნენ და განადგურდნენ. და აი მაშინდელმა გენერალებმა ისინი აი ამ სიკვდილისაკენ წაიყვანეს ეს სამხედროები და ახლა მან აი ამ ბარბაროსული ქვეყნიდან დიდი ცივილიზაციის წარმომადგენელმა უნდა აქციოს გამარჯვებულ საზეიმო პროცესიად ამ ჯარისკაცების ღირსეული გადმოსვლება თავის ქვეყანაში. და თვითონ კარგად ერკვევა რა თქმა უნდა სამხედრო ტაქტიკასა და სტრატეგიაშიც და გონებაში წარმოიდგენს თუ თვითონ როგორ წარმართავდა ამ საბრძოლო ოპერაციებს, სად როგორ გადმოსხავდა ამ ჯარებს, როგორ შეუტევდა რომელიღაცა გამაგრებულ ქალაქებს, როგორ აიღებდა, როგორ დაამარცხებდა ამ ტრის არმიებს და აი ამ შეგრძნებით ამის გათვითცნობიერებულთ რომ ახლა მან აი ეს დიდებული პომპეზური პროცესია უნდა ჩაატაროს, აი ესე მოდის ამ თემში და ამ თემს უნდა გამოგლიჯოს ეს თავისი ქვეყნის შვილები, სამხედროები და დააბრუნოს მშობლიურ მიწაზე. როდესაც ჩაფრინდებიან, აი თანდათან იწყება ეს პროცესი, ადგილობრივი ექსპერტი ალბანელების დახმარებით, რომლებიც გათხრებში მონაწილეობენ ამ საფლავების და ამ გვამების იდენტიფიცირებაშიც ეხმარებიან გენერალსა და მღვდელს. ნიშანდობლივია ის, რომ არც გენერალს და არც მღვდელს ავტორის სახელით არ იხსენიებს. ასევე ისინი განსაკუთრებით ეძებენ ბოლო მაღალ ჩინოსანს, რომელიც ჯერ კიდე არ არის გადმოსვენებული, ვინმე პოლკოვნიკ ზ-ს და ისიც სახელით არ არის მოხსენებული, იმიტომ რომ ოკუპანტს არ აქვს სახელი. მისი სახელია მხოლოდ ერთადერთი სახელი ეს არის მტერი. და აი იწყება ეს რთული პროცესი ძიების, გენერალი თანდათან ესე იგი იწყებს გაცნობას ამავე დროს ალბანელი ხალხისაც. მას ამაში მღვდელი ეხმარება, რომელიც მანამდე 38, 39 და 42 წლებში ნამყოფი ალბანეთში და პერიოდულად მოუთხრობს ალბანელთა ცხოვრების, ტრადიციების და ამ ხალხის სოფხედულობის შესახებ გენერალს. და აი ამ ძიების დროს ერთ-ერთ სოფელში კედელზე დახვდება ნახშირი წარწერა, რომ აი ეს მოილის ყველა ჩვენს მტერს და ამაზე გენერალი აღშფოთდება, რომ ეს რა უმსგავსობა და ერთ-ერთი ადგილობრივი პასუხს უბრუნებს, რომ თქვენ როდესაც ჩვენებს სახრჩობელაზე კიდევდით, ფაშისტურ ფრაზებს აწერდით ზედ და იმას არაუშავდა და ეხლა ამ ერთმა წარწერამ, რომელიც აქამდე არ იყო და დღეს წააწერეს და სავარაუდოდ ბავშვებმა ამან აღგაშფოთათ და გენერალი როდესაც ესე იგი ამ თავის პროცესის ხელმძღვანელი დაახლოებით 2 წელიწადი გრძელდება ეს ძიების პროცესი და ერთ საღამოს, როდესაც კარავში ათევენ ღამეს და გვერდით კარავში არიან ეს ადგილობრივი ალბანელი მუშები და ექსპერტები და ისინი იწყებენ გრძელი სევდიანი სიმღერას და მღვდელი უხსნის, რომ აი ეს ხალხი დიდი ტრაგიკული ბედის მქონე ხალხია, ისინი მუდმივად გარშემორტყმული იყვნენ მტრებით და მათი ბედიც ტრაგიკულია, მათი სიმღერებიც უმეტესად არის სევდიანი და აქვს ტრადიცია ესეთი, რომ 3-4 ალბანელი როდესაც შეიკრიბება, ისინი იწყებენ რაკის სმას და მათ შორის უხუცესი ყვება ძველი ამბების შესახებ და განსაკუთრებით ეს არის ომების ამბები. და ყვება იმას მღვდელი, რომ ამ ხალხის დროშაც კი სისხლისა და გლოვის ფერია.
და ამ ხალხისთვის ომი რაღაც ჩვეულებრივ ამბად იქცა. იმიტომ რომ მუდმივად ამ ბრძოლაში და ამ თავდაცვაში იმყოფებიან ისინი და მუდმივად ხარზე იარაღ გადაკიდებულები დადიან. და სამართლებრივი თვალსაზრისითაც, როდესაც ისინი თქვა სისხლს აიღებენ, ვენდიტის წესებს ასრულებენ, ეს არის ადათის მიერ დადგენილი ნორმების შესრულება, ისინი სამართლებრივი თვალსაზრისით კვლელებად არ ითვლებიან. ამ შურიზეების დროსაც კი ალბანელი ასრულებს აი ამ ადათის ერთ-ერთ მუხლს და აი ეს ტრადიციები მათ ძველსა და რბილისშია გამჯდარი. და ეს გენერალი უკვე თანათან დროთა განმავლობაში უკვე მას ეს ამაღლებული განწყობა უკრება, დაიღალა ამ თებში აღმადაღმა სიარულით, თოვლი, წვიმიანი ამინდები და უკვე გააწვალა ამ თავისმა საქმიანობამ. ამავე დროს ხვდება კიდე სხვა ქვეყნის წარმომადგენელ გენერალსაც, რომელიც ასევე ეძებს თავის სამხედროებს. და ის გენერალიც ესე გაწვალებულია და ის უყვება, რომ სიზმარი მესიზმრება ხოლმე, რომ აი სტადიონზე აწარმოებენ ისინი გათხრებს. წარმოიდგინეთ, რომ იქ სადაც ეს ოკუპანტი ჯარისკაცები დაასაფლავეს, მერე იქ ალბანელებმა სტადიონი გააკეთეს და ამ სტადიონზე ახორციელებს ეს მეორე გენერალი გათხრებს და მესიზმრებაო, რომ სტადიონზე ვარ და აი ეს გასოცხლებული სამხედროები მაყურებლებთან ერთად და მიკრავენ ტააში და თითოეული გვამის აღმოჩენას ესე აპლოდისმენტებით ხვდებიან და გენერალს თავის სიზმარი ახსენდება ამ დროს, რომელიც უკვე მასაც ტანჯავს, რომ აი ამ გადასვენებული ჯარისკაცების სასაფლაოს დარაჯია უკვე მოხუცებული და ამ სასაფლაოზე დადიან მათი ნათესავები დეპეშებით ხელში და ეძებენ ჯერ კიდევ აი ამ თავიანთ ნათესავებს და ოჯახის წევრებს. და ერთი ეპიზოდი არის კიდევ რომ გზად შეხვდებათ ადგილობრივი ალბანელი ასაკოვანი კაცი, რომელიც ახლად დამზადებული კუბოთი გადასცემს ამათ ერთ-ერთი დეზერტირი ჯარისკაცის გვამს, რომელიც გამოექცა იტალიელებს და ამ მეწისქვილესთან მუშაობდა წისქვილში. და გერმანელი ეს გენერალი შემდეგ იხსენებს, რომ რა დაემართათ აი ამ იტალიის საოკუპაციო ჯარებს თანდათან, აი პარტიზანებთან ბრძოლის პროცესში, რომ ისინი მოწყვეტილებები აღმოჩნდნენ დამატებით დამხმარე ძალებს და თანდათან უკვე გაიწინენ შიმშილისთვის. და იარაღის გაცვლა და გაყიდვა დაიწყეს პროდუქტებზე. ბევრი მათგანი ქათმების წვებსად მუშაობდა, იყო ერთი პოლკოვნიკი, რომელიც წინდებსაც კი ქსოვდა ერთ-ერთ ალბანურ ოჯახში და გერმანელი გენერალი აღშფოთებულია იმით, რომ როგორ დამამცირებელ მდგომარეობაში ჩავარდა საბოლოო ჯამში ჩვენი არმია აქ ამ ალბანეთის აი ამ ბარბაროსულ მთებში. და ამ კაცს თავაზობენ ამ მეწისქვილეს, ვინც გადასცა ეს კუბო ამ ნეშტით, ეს თავაზობს, რომ გადაგიხდით ახას, იმიტომ თქვენ ხო ამოთხარეთ ეს გვამი, ეს კუბო დაამზადეთ, მოიტანეთ. ეს კაცი უარსეუბნება, არ მივიღებ მე თქვენგან ფულს და რატო არ კადრულობთ ამ ფულის აღებას, გენერალს ეს კითხვა უჩნდება და პასუხი ესეთია, რომ აი ეს ჩემთან მუშაობდა, ბოლო პერიოდის ხელფასი არ გადამიხდია, მისთვის მოდი ამაში გაიქვითოს ეს ის ხელფასად ჩათვალეთ ეს ჩემს მიერ გაწეული შრომა, რომ მის ნეშტი თქვენამდე მოვიტანე. და აი ამ პროცესში როდესაც გენერალი განსაკუთრებით ეძებს ამ პოლკოვნიკ ზს და რთულია, არაფრით არ გამოსდის ამისი გვამის აღმოჩენა, თითქმის ყველა გვამი უკვე აღმოაჩინეს, იდენტიფიცირება მოახდინეს, გამოამზადეს უკვე გადასასვენებლად, მაგრამ აი პოლკოვნიკის გვამის პოვნა არ ხერხდება და ამ ჯარისკაცების ძებნაში მიადგებიან ერთ-ერთ მონასტერს, ადგილობრივ მონასტერს, რომელიც სანაპიროსთან ახლოს აი შემაღლებულ მთებში არის. და იქ კიდე ერთი უცნაური ტრადიციის შესახებ იგებს გენერალი, ნახულობენ ადგილობრივი ერთ-ერთი ადამიანის, ვინმე ნიკ მარტინის საფლავს, რომელიც განცალკევებით არის დასაფლავებული. და აქაც უკვე ის მონასტრის წევრი უყვება ერთ-ერთი ძველი ალბანური ტრადიციის შესახებ, რომ ალბანეთში მტერი ყოველთვის ზღვიდან ამოდიოდა, როგორც ზღაპრული ურჩხულივით და დაბლობიდან და შემდეგ მიემართებოდა მთებში და თუ ამას შეიტყობდნენ, მაშინვე იარაღს ისხამდნენ ალბანელები და მთებიდან 1000-2000 კაციან ჯგუფებად ეშვებოდნენ და მაშინვე უმართავდნენ ბრძოლას ამ მტრებს და ეს ნიკ მარტინი პირველი ვინც შეეგება იყო მარტო 2 საათის განმავლობაში შემაღლებული ადგილიდან თოფით ესროდა ამ იტალიელ ჯარისკაცებს და ნუ ბოლოს პირისპირ შეებრძოლა და იქ აკუწეს და ეს ტრადიცია ყოფილა, რომ მარტო როდესაც იბრძვის მეომარი, იმას შემდეგ სიმღერებს უძღვნიან და ის თაომოლობის ხსოვნაში სამარძამოს რჩება. და აი ამ ინფორმაციების მიღების პროცესში თანდათან გენერალი ხდება უფრო მეტად და მეტად ეცნობა ამ ალბანელ ხალხს. და აქამდე თუ რაღაცა ზევიდან უყურებდა და რაღაც ისეთი წარმოდგენა ჰქონდა, უფრო მეტი და მეტი სურვილი ჩდება, რომ კიდევ უფრო კარგად გაიგოს. რომ რა ხალხია ესენი, რაც წარმოადგენენ ბოლოს და ბოლოს და აი წიგნის დასასრულს სანამ გენერალი უკვე დაამთავრებს თავის მისიას, მიდის ქორწილში, ქალაქში დაბრუნებული, გაიგებს რომ არის ქორწილი და უღდელში თავისუფლად მოდი მივიდეთ ამათთან
და მიგვიღებენ ჩვენ სტუმრად და იქ გავიცნოთ ესენი, ხინში გავიცნოთ ესენი, როგორები არიან ეს ადამიანები. და მივლენ ქორწილში მიიღებენ, რა თქმა უნდა, ზამოთ გაუკვირდებათ ახლა, იმიტომ რომ ამისი რა მიზნით არის ჩამოსული, ცნობილი ამბავი გავრცელდა ეს ხმებით და ყველა მიცის რომ ეს არის იტალიელი გენერალი, რომელიც თავის სამხედროების ნიშნებს ეძებს აქ. და მაინც მიიღებენ ამას, იქ ესე იგი დააპურებენ, მე ამ სასმელსაც დალევს, შეთვრება და იცეკვებს კიდევაც. და მღვდელი კი აფრთხილებს, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ აქ, მაინც, იმიტომ რომ საშიშია. იქ ვაჩვენებს, რომ იარაღი არის ჩამოკიდული იქ კედლებზე ეს თოფები და ეს ამბობს, რომ არა, ნახე ჩვენ პატივისცემით მიგვიღეს. ჩვენ მოწიწებას გამოხატავთ ჩვენ წინაშე. ამით ისინი ჩვენ გვცნობენ. და აი ამ ცეკვის დროს უცებ ერთ-ერთი მოხუცებული ქალი ნიცა სახელად მიიჭრება ამ გენერალთან ყვირილით და ტირილით გამწარებული და რაღაცას ეუბნება, უნდა ამას ამის ენა არის მის რა თქმა უნდა, ქალები გაიყვანენ, შემდეგ მოვარიდებენ, ეს დაბნეულობა შეიქმნება, რაღაც უხერხულობა, თუმცა ერთი კაცი მაინც განმოხტავს ადგილობრივი და მოდით ისევ დავსხდეთ, გავაგრძელოთ, ესე იგი მივირთვათ რაღაცა, კიდე დავლიოთ სასმისი და ამ დროს უყვება ეს კაცი გენერალს, რომ აი ეს აღმოჩნდა, რომ ეს პოლკოვნიკი ზ, რომელსაც ეს ეძებდა, ის იყო ეს ეგრეთ წოდებული, ესე იგი ცისფერი ბატალიონის ხელმძღვანელი, ეს იყო დამსჯელი ბატალიონი და ამ პოლკოვნიკს ჩამოუხრჩია ამ ქალის ქმარი და მისი 14 წლის გოგონა წაიყვანა მერე ღამით თავისთან კარავში და მეორე დღეს ეს გოგო თვითმკვლელობით დამთავრების სიცოცხლეს ჭაში ჩახდა. და აი ამიტომ არის ეს ქალი გამწარებული, ის ფიქრობს, რომ თქვენ მისი მეგობარი ხართ. და აი ამ თავის მრისხანებას გამოხატავს თქვენთან და ეს გენერალი როგორც ჩანს, თან ღირსეული ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ ესე უყურებს ამ ქვეყანას, რომ აი დამარცხდა მისი არმია და თვითონ ეხლა რაღაცა უნდა რომ ჩვენოს რომ თქვენ ჩვენზე მეტი ვართ, მაინც თქვენ. მაგრამ აი ესეთ რამეს ამბობს იქ, რომ ხდელს ეუბნება, რომ მე გავდგები და საჯაროდ გამაცხადებ ყველას, ვეთქვი რომ მე არა ვარ ანარანარიან პოლკოვნიკის ის მეგობარი და მე მეზიზღება და გმობის აქციელს. იმიტომ რომ მეც მყავს ოჯახი, ცოლი და შვილები მყავს და ეს რაც ამ ადამიანს ჩაუდენია, ეს ყოველდღე მიუღებელია. და ამ დროს ეს ნიცა, რომელიც გაიყვანეს, ბრუნდება ერთიანად დასველებული ტანსაცმელით და რაღაცა ჭუჭყიან ტომარას მოათრევს თან და ფეხებთან დაუგდებს ამ გენერალს. ეს გენერალი მიხვდება, რომ ეს არის ზუსტად აი პოლკოვნიკის ძვლები, რომელიც ნიცამ თავის ხელით მოკლა, ანუ შური იძია ამ კაცზე და თავის სახლის წინ ჩამარხა. აი ხა ამოთხარა და მოუტანა და დაუგდო ფეხებთან ამ გენერალს. და გენერალმა მოიკიდა ზურგზე ეს ტომარა და თითქოს მთელი დედამიწის სირცხვილი ზურგზე ეკიდა, აი ესე მოხრილი გამოვიდა ამ სახლიდან. და როდესაც ბრუნდებიან ქალაქში უკან ამ ტომარით გააჩერებინებს მანქანას, გააღებს ფეხს კრავს და მდინარეში გადააგდებს ამ ტომარას. რომ აი ამან გაგვთარსა ჩვენ. რაღაცა გაიაზრებს გენერალი, რომ აი რატო არიან ესენი მტრები ამ ქვეყნის. და აი ეს რა უბედურებას დაატრიალეს ამათ ამ ქვეყანაში მოსვლით და ის რაც დამართა ამ პოლკოვნიკმა ამ ქალის ოჯახს, რომ ეს სამარცხვინო საშინელი საქციელია და ეს შეურაცხყოფს მის სამხედრო ღირსებასაც. და ამიტომ აღარც ჩათვალა ღირსად ამ პოლკოვნიკის ნეშტის უკან გადასვენება და მოისროლა მდინარეში და ბოლოს წიგნი ესე მთავრდება, რომ აივნიდან ადევნებს თვალს, აი გამოფრენის წინა საღამოთი ალბანელი ჯარისკაცების საზეიმო აღლუმისთვის მზადებას, როგორც ჩამოივლიან ეს ალბანელი სამხედროები მის აივნის წინ და ამითი თითქოს კიდევ ერთი მინიშნება ის არის, რომ ზუსტად საიმპუდარი არმიის გენერალი ხარ შენ, რომელიც ესე იგი ოკუპანტების წარმომადგენელია, მაგრამ აი ალბანელი სამხედროები, მათი სამშობლოს დამცველები ისევ აქ არიან და ისინი ისევ იბრძოლებენ თავიანთი თავისუფლებისათვის.